მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პიანჯინიკა და ამ ვიდეოში გადავიღებთ eFootball-ს. მოკლედ, წინა eFootball-ი რო დავდე, ბევრი ნახვები ქონდა. ამიტომ გადავწყვიტე დავდო ისევ eFootball-ი. ამ რიგში უკვე, ამ შემთხვევაში უკვე გიბრუნდებით ახალი აკაუნთით. 105-იანი მესი, 102-იანი ინიესტა, 101-იანი ნეიმარი, ბეკენბაუერი და გუნდს თქვენ თვითონაც ხო ხედავთ. აი აქ ბენჩზე ესენი ყავს, ძალიან კარგი მოთამაშეა ყველა და გაყვანილი მოთამაშეები აი ესენი არიან. ახლა დავიტყოთ და პირველ მატჩში გადავალთ რა. მოკლედ მეგობრებო, აი ამას ვითამაშებ. როგორც ამბობენ, თუ მოვიგებთ, ანუ გვაძლევენ 1000 და 100 coins. ნახოთ რას მოგცემენ. დავაყენებ 717-იანზე და წავედით რა ხალხო. ჩვენი პირველი ოპონენტი იქნება ბოტი, მაგრამ არა უშავს და ვისაც გინდათ რომ შეთიკოსთან გადავიღო ასევე eFootball-ის ვიდეო, იმიტომ რომ მაგრად ერთმანეთის წინააღმდეგ კარგად თამაშობთ ხოლმე და წერთ აუცილებლად კომენტარებში. ახლა არავის შემოყვანას არ ვაპირებ, იმის გუნდს გადავხედოთ და ძალიან ბოტოა. აი ძალიან კაი გუნდია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ანუ ეს გუნდი გავცვალე ანუ რაღაც მომცეს და ეს მივეცი რა და ეს მომცეს და სხვა რაღაც მივეცი მე. ხო და ხალხო, კაი გუნდია. მოკლედ როგორც ხედავთ, დაიწყო ამ პასები. გრამით რებს შევა ძმა რუდიგერ ძმა რებს აკეთებენ. ბიჭო, ვინმე მწართვით. ხრჩემი რა გვიქნეს იმენა. რა უშავ. და ასევე პოზიცია ძალიან კარგად მაქვს შერჩეული. იმედია მოგწონთ და აგერ უნდა გამეკდო, მაგრამ უკან ჩამოვიდა მბაპე. სიმართლე რომ ვთქვა, უკან ჩამოვიდა. ანუ იქ კიდიგა, მაგრამ უკან ჩამოვიდა რა. დაჟე წინ უნდა გასულიყო უფრო, მაგრამ უკან რატო ჩამოვიდა გამოკვირდა თოთა შორის ხალხო მეც. და პირველი შანსი გავმაზეთ. მოკლედ მეგობრებო, მირჩევნია არც დაცვა ჩართო და არც არაფერი, იმიტომ რომ უფრო კარგად ისე ვითამაშებთ. ახლა კარგი შეწულა მესიზე და ვერ მივიღეთ. არა უშავს. პედრი არ ტყავს, ვერ დაარტყა. ამან მაინც ხო დაარტყა. Yes, და დაბლოკა. ახლა შეწოდებას გავაკეთებ და იმედია თავით გავიტანთ, იმიტომ რომ ანუ შეწოდებები კარგია თუ ვიცი რა. და რადგან ახლა ეს თქვი უეჭველი ვიცი რომ ჩამეშლი. არც მithქვი რომ ჩამეშალა შეწოდება. არ ვიცი, მე პირველად ჩამეშალა რამდენი ხანია. ეს ორი დღე არ ჩამშლი ვაფშე შეტევები და ვანდაიკმა საიდან გასცხო. ხო და ანუ ხო ახლა თან მოგიყვებით რა. რამდენიმე დღის წინ თამაშობდით რა. მე და შუტიკო ხო და რუდიგერით აი ნახევარ ხაზიდან დავარტყი. ხო და ანუ 99-იანი მამარ დაყავს, მაგრამ გავუვიდა გოლი დირკა. არც მე მჯერა საყო რუდიგერს, არ ვიცოდი თუ ესე კარგად არ ტყავდა. სიმართლე რომ ვთქვათ, ანუ მე კარი არ იყო ბზად, იმიტომ რომ ახლა იქიდან თან დაცვა და არ ტყავდა, ანუ გასაკვირია მართლაც. და მეც ანუ უბრალოდ დავარტყი რა. ანუ არც მქონდა იმედი რომ გავიტანდი. და საბოლოოდ ეგ აღმოჩნდა ჩვენი მომგებიანი გოლი და ძალიან კარგია ეს. ახლა წავიდა გავაგზავნოთ თამაში. იმედია მესის ვიპოვი და რაღაც ახლები რო ვისწავლე განახებთ, იმიტომ რომ ახალი რაღაც დრიბლინგები ვისწავლე. და ხა ჩემი კაირები ხდებოდო. წავართ თამას ბურთი და ხო წინა ვიდეოში დიდი არაფერი იყო, მაგრამ გავაძლიერე ახლა გუნდი და ანუ გაძლიერებული გუნდია რა უკვე. პოზიციაც შევცვალე და რაღაცეებიც შეიცვალა. ჩემი კაი რა. იმენა ერთხელ რო არ ჩამიშალონ არ შეუძლიათ. ჩემი ამ ბოტმა რანაირად უნდა მომიგოს. შანსი არ აქვს. მოკლედ ახლა რადგან ვიდეოს ვიღებ, მაგის გამო ვიცი რომ წავაგებ. არა და წინა ორი ხელი დაჟე პროფესიონალში ვთამაშობდი, ანუ მაღაზე მაღალში. მაინც მოვიგე და ახლა რა ხდება არ ვიცი ხალხო, სიმართლე რომ გითხრათ. ესე უკან გადავაწვდი და ახლა უკვე მივიდა პასი და წავიდა გოლ. ძალიან დილი. დიდი ხანი არ გამიტანია. მეგობრებო, გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეო. უშუნიერესი პასი იყო. და აი ჯეხორა პასი იყო და შემდეგ გოლით არ ჩაულებრივი. მე კარი რო არ გამოვიდა, გამოკვირდა, იმიტომ რომ წეღარ მესის ეგეთი პასი მივეცი. თითქმის ეგეთი. და
გამოვიდა მეკარე და აიღო ხელით. წავიდა მბაპესთან ბურთი. მესიმ გაიტანა. ბიჭო ძალიან წავედით და რა ხდება? კაროჩე რა, აბა შევამოწმოთ როგორი გოლი იყო. კაროჩე მბაპეს მივეცით, მბაპესს დაეწია და მივეცი მესის ამის გამო და მესიმ კიდე გააფიფინა. ახლა მეორე ტაიმი. გრძელდება ჩვენი მეორე ტაიმი, ანუ მეორე ტაიმიდან ვაგრძელებთ და კიბიჩმა უნდა მისცეს ახლა ბიჭო რეებს მიშლიან იმენა. რა მოხდა ახლა? კაი, ჩააწუდეს სმა, არც გადასულა. მივცეთ მბაპეს რა პასი მივეცი და არ გააფუჭო მბაპე! ჩემი კაი counter attack-ები გავაკეთეთ. ანუ ჩემი არ ვიცოდი თუ ესე კარგად გავაკეთებდი ასისტებს რა. ნუ ინიესტათი რო ასისტი არ გააკეთო რა, უნდა გაგიკვირდეს ადამიანს. ინიესტა არის არაჩვეულებრივი პასებში. და ერთი რონალდინიო მინდა რა, მეტი არაფერი. მართლაც ვინმეს თუ რონალდინიონი აკაუნტი გაქვთ, ძალიან ბევრი ოფერები მაქვს თქვენთვის რა. არაჩვეულებრივი გოლი კიდე ერთხელ. და რესპექტი იყოს ეს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი გავიტანეთ. მესი მაც 2, მბაპე მაც 2 და ნახოთ თუ ორივეს შევასრულებინებთ 3 გოლებს. წავიდა ახლა. დავიწყოთ და წესით უნდა 100 ქოინი ავიღოთ და თუ 100 ქოინი ავიღებ, გავხსნით ვინისიუს ჯუნიორის ყუთს. იმიტომ რომ 98-იანი ვინისიუსი ამოდის და კაი კარტია რა. გუნდში ჩასვლა მე მგონი 100-ზე არის, არ ვიცი. სიმართლე რომ გითხრათ არ ვიცი. და ის 101-იანი ვინისიუსისთან არ მყავს ამ აკაუნტზე. ამიტომ თუ რამეა თუნდაც 101-იანი იყოს. ან თუნდაც 100-იანი რა აზრი აქვს. მაინც მაგარია. ნუ დაჟე 100-იანი არ იქნება, მაგრამ მაინც ესე ვამბობ რა უბრალოდ. ეს მბაპე 97-იანია და 101-ზე ავიდა და წესი 102-იანი უნდა იყოს ის. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ არაფერში. აგერ მესი 99-იანია, მაგრამ ჩულებრივად არის 105-იანი. ნუ არ ვიცი რა. შეიძლება 103-იანიც იყოს ან რაღაცა. ზუსტად არ ვიცი არაფერი ამ მოთამაშეზე ჯერ. და ახლა ვნახოთ რა მოხდება და თუ ვინისიუსს ავიღებთ, უოჭველი უნდა შემოვიყვანო გუნდში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მოთამაშეა. ჩემი კაი ვანდაიკი რა მოწონს წავივიდა. ხა ბეკენბაუერით ამოვდივართ კიბინჩით და თითქმის გამიტანა. ეთყობა რომ ცუდი მოთამაშეა ძმა. დატყმების აზრზეა რა, მაგრამ რა ვიცი, შეტევებში კარგად შემოდის მე როგორც ხედავ. იქით მბაპეს კინ გადავაწვდი და მბაპეთი მინდა რომ ჩავაწოდო ახლა მესის. წავედით აბა. ეს იყო კაი პასი უკვე და ვნახოთ ჯოშუა კიმიჩი რა სიზავს. ოპა, ჩემი კაი. გავამაწონეთ და მარცხენა ფეხით იასნა ვერ გაიტანს. ჩემი კაი რა. ჯობდა პასი მიმეცა, ანუ კარგ პასაც გააკეთებდა და თან ანუ ხო ხდებით ხალხო ახლა. ანუ ის ხო გახსოვთ 3 მოთამაშე რო იყო რა. ჰევენტეზი და კიდე 2 ვიღაც 101-იანი ვაითი დაცვა და კიდე ვიღაც ერთი. ხო და ყველა 101-იანი იყო ხალხო. და ამ აკაუნტზე არჩია ამ ტიპმა სამწუხაროდ ჰევენტეზი. მე ვაითი მერჩივნა და ჩემი ძველი აკაუნტი ძალიან მგელი იყო რა. ის კონტო, მაგრამ ემაილი დავკარგე. და ძალიან ცუდია რა, იმიტომ რომ ამ აკაუნტსაც ჯობდა 3160-40 რაღაცა რეიტინგზე იყო. მოდი ბევრი რეიტინგზე იყო რა სიმართლე რო გითხრათ და ეს ცოტა კაი ჩაწოდება იყო. მაგრამ უფრო მაღალი დაგჭირდება რომ გოლი გავიტანოთ. ამიტომ ახლა უცებ დავაფინიშებ ამას. ჯო? საღოლად ტიპს. არ მეგონა თუ ბოტი ესე კარგად ითამაშებდა. მაგრამ როგორც რა გავაკეთე ახლა. არა კარგად მიიღო. სამწუხაროდ ვერაფერს უშვები, ამიტომ შორიდან დავარტყავან რაღაცა რა. ცოდეთ. მივცეთ პედრის და ძალიან კაი გაუშვა პედრი.
მაგრამ 6-ისთვის დაამატეს ხა დრო ტყუილად უნდა გაწელონ. მოკლედ ვიდეო მიახლოებით 15 წუთიანი იქნება. დიდი არაფერი, მაგრამ მედი 100 coins ავიღებ და 5 გავხსნით. ჩაჭრა და გოლ. იასნა. ანუ პასი ხომ მივეცი უკან გადმოვჭარი, იმიტომ რომ ვიღაცა მომდევდა. აგერ ახლა შეხედავთ თქვენც. ხეთ უკან ჩავჭარი და რო გამეცალა დავარტყი. ასევე მეგობრებო, ვისაც გინდათ face reveal-ი, 700 გამომწერზე იქნება face reveal-ი. და ძალიან მალე მივდივართ ამ გოლამდე და იმედია ავალთ კიდეც. ანუ შეიძლება თქვენ არ გახსოვდეთ, მაგრამ ძალიან ადრე ვთქვი, რომ 500 გამომწერზე რო ავალ, ანუ face reveal-ს გავაკეთებ მეთქი. მაგრამ ეს საბოლოოა, 700 გამომწერზე უეჭველი იქნება face reveal-ი და დაწერეთ ვისაც გინდათ და ასევე ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს გამოწერილი არხი, ამიტომ გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი ხალხო. როგორც ხედავთ არ მოგცა, მაგრამ დაიკიდეთ და გთხოვთ ხალხო რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ისე უყურებთ რომ არ გაქვთ არხი გამოწერილი და გთხოვთ გამოიწერეთ. ახლა გემშვიდობებით ნახვამდის.